აბა კიდე რა გვაქვს მაციوارშიო რომ მოპუტკუნდეს ცოტა ირაკლიო ეს ვითომ მაგრამ შენ როგორ უნდა გამასუხო შენ 0%-იანო შენა ირაკლი. დიახ. ვახშმობ? რა ხალხო მარიამ. დიახ. ვახშამი არის როდის საღამოს. მე საუზმობ, breakfast. ირაკლი. შენ უკვე აქამდე იმდენი ჭამე, რომ აი შენ ამ საუზმეს ვახშამი ქვია. ვაიმე, შენ შემოგებლე ჩემობებურა, რაც გინდა ის დააქვი. ვახშამი საუზმეს ადილის სამხარი. შეგადე. რა მნიშვნელობაა? ჭამ. აჰა, გრამი არ მაქვს მომატებული. არ ვსურდები, დამაწყენებლები ჩემობებურა, კაცო. მარიკო, რამჭის რაღაც ხوار რაღაც ანალიზები ხوار ჩავიტარო, ხوار გავესინჯო, კაცო. რამჭის რატომ ვერ ვსურდები? ვეღურიკუნა ადრე, კაცო, ადრე. ყველაფერი ვერ გებოდა. ერთნაჭერ პურს შევჭამდი და მომატებული ვიყავი უკვე და. ირაკლი. შენ ადრე ბევრს სვამდი და სუქთებოდი. რა გინდოდა მარიკა? რა? რა გინდოდა ხა? რატომ მიბიძგე დასალევად? ვიჯექი ჩემთვის წყნარად, ჭამდი 0%-იან ხაჭოს, ნელ-ნელა ჩემთვის გემრიელად სუქდებოდი, არავის არ ვაწუხებდი. ეხლა უნდა დავიწყო დალევა დავლია, ხო? მარტომ უნდა დალიო? რა გინდოდა მარიკა? რატომ მიბიძგე კიდე? ვიჯექი ჩემთვის წყნარად, რას ქვია მარტო უნდა დავლია? როგორ გეკადრება? როდის იყო მე მარტო ვსვავდი? გოგი ბიჭო! რას ნიშნავს დასალევად არ გცა? რა გაქვითო მე ხაბაზე მნიშვნელოვანი რას საკეთებ რა, რას მიკეთებ? თათბირზე ხარ, არაფერში შენ კაც არ გამოადგე. ესე დამჭირდი, უცებ არც კი მკითხე რატო დამჭირდი? კაი, დამანებე თავში. ვაიმე დამღალე გოგი. დამღალე, კარგი, დაგირეკავ ხარ. კარგი. აი ხო ხედა. ყველა სამსახურშია. ვის ცალია ეხა დასალევად ვინ არის უსაქმური? მარიკა. გიბიძგე, ხო? კი. ხან ძალიან მაგრა ვეღურიკუნა. შენ მომისმინე იმისი ტორონჯაძეების ტელეფონის ნომერი ბოლო რიცხვი რა არის? 71. 71 ეთყობა ჩააწყო ლაშა. ალო. ლასიკო. უკუნა. ჩუკნი. რა თქმა შანსი არ არის. რას ნიშნავს რატო არ არის ვითომ დალევის შანსი ვერ გავიგე ვინ გასწა საწაიკითხე რა მოიფიქრე ხე ეს ახალ წლამდე თავს ინახავ დღევანდელი დღე ვითომ რითი ახალ წელზე ნაკლები ხო რითი დღეს რა დღეა ლაშა შენ ახლა გინდა მითხრა მე რომ მართლა არ გახსოვს დღეს რა დღეა ლაშა და არის და ამის თქმა გინდა აი სტენოკარდია დამეწყო უკვე სასტრაფოს იძახებს მარიკა რას ლაპარაკობ ბიჭო რა დღეა და უთხარი ლაშა ეს არის ბიჭო ჩვენი ახლობლობა მეგობრობა მეზობლობა მართლა ასე ერთ ოჯახად ცხოვრობთ და ეს მართლა სასტრაფო მოდის მე არ გეტყუებ ლაშა თუნდაც მე უკვე წევარი უთხარი იხუმრე გახსოვს რა დღეაო ბიჭო ხო და ძალიან კარგი კაცო რას გამიხეთქე გული მოკლედ ეხა ჩემი ბეღურიკუნა უცებ მიდგა ბოდგა ვაიც როგორ იცის ბეღურა მუცებ ჰოპ ყველაფერი გამზადდება საღამოს და გელოდებით
თელ ოჯახს გელოდებით შარშანდელი ვითიცოდი არ მალოდინოთ ნერვები არ დამაგლიჯოთ ლაშიკო რა ხო იცი რომ დროზე უნდა დავიწყოთ ხო გენაცვალე შენ აბა კარგად აი აბა აი მითხარი ახლა რა აი რომ მოვლენ რა სეტყვი რა დღეაო რა რა ვიცი მარიკა საღამომდე მოვიფიქრებ რამეს კაცო რა პრობლემაა დავიჯერო ეხა იუზას რამე დღე არ იქნება ეხო იცი რა ეპოქალური კაცია მერაკლი იუზას დღე რო იყოს ეხა თამარზა ქეთემას დაასწრებდი შენ მაგის თქმას არ გახსოვს ადრე ის რო აღვნიშნეთ იუზას კომკავშირში მიღების დღე მაგდრეს რა დამავიწყებს ის რა ქვია კომკავშირის ის რაღაც ნიშანი რო ჩააგდო განსხვავებულში ქეთემა რო ჩაგვიგდო ამით დადიო მე რო კილაღამ განამწვავო და არა კაცო კილაღამ დავიხვჩა საბა ქეთემან ვერაფრით ვერ გავიხსენე რა დღეა დღეს კაცო და რატო გვეპატიჟება ეს ირაკლი თავისთან ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე აი მელაშა თავი მისკდება საფეთქლები ამიფეთქდა ფიქრით მაგრამ მაინც ვერ გავიხსენე რა დღეა დღეს არა ვარ ლაშა მაგანერვიულებს კაცო მე ვარ თუ ეგრე თუ ვერ ახარ კარგად ავდგები და დაურეკავ ირაკლის და ვკითხავ რომ არ გმახსოვს ბატონო რა დღეა დღეს არ გვახსოვს და გითხარი რა დღეა დღეს თქო ყოჩახ რა ბარემ დაურეკე და უთხარი შემიცოლი დაბერდა და არაფერი აღარ ახსოვს თქო ხო მომჭერი თავი ახლა მე მეკადრება არაფერი რო არ მახსოვს აბა მაშინ ვიფეთქოთ ეს საფეთქლები და ვიყოთ მაშინ აბა რა გავა არ ვიცი ლაშა აბა მომისმინე კარგად ყურადღებით კიდევ ერთხელ აბა გადავხედოთ გადავამოწმოთ ესე იგი ირაკლის დაბადების დღე იყო უკვე ხო მარიკასიც იყო ბავშვების ივლისშია გაცნობის დღე ჯერ არ არის დათოს წასვლის დღე წელს უკვე აღნიშნეს კი ახლითაც და ძველითაც ესე იგი ხო ქორწინების დღე არის ზაფხულში მარიკამ რო ფეხი იბრუნა არ არის ირაკლიმ რო ფეხი გადაიბრუნდა ეგრეც არ არის ხო რა დღეა დღეს რა დღეა მართლა ნეტა რა დღეა რა ღმერთოა ეს იუზაც რო არ გვეუბნება რა ისე ქეთევან რამდენი ხანია არ გამოჩნდა გიხვეწები არა რატო ამბობ იცი რომ იქაც რამე ხო კარგად არის აი ხო ხედავ ეხლა რომ არც გიყურებ არ გისმენ არა ლაშა კარგი რა უხერხულია რა ლაშა იცი რა ვიფიქრე შალვოვნანო რომ აცივარი უყიდა არა მაგ დღეს ირაკლის შავი არ შეიტდა ბეგურიკუნა მარიკუნა ბეგურიკუნა მომისმინე რა ქენი კაცო რა ქენი ვიპოვე რა მე აი მე ირაკლი აი გადავქექე ინტერნეტი და ვერაფერი ვერ ვიყო რაფერი დღე არ არის ახლა მარაკო კაცო როგორ არის ხდება რა ერთადერთი იცი რა დღეა მელიორატორის დღეა რა მაგ დღეს ხო არ აღნიშნავთ რა რატომაც არა გენაცვალე რა კარგი ერთი ბეგურა მელიორატორის დღე არის ხო არა ჩვეულებრივი არ ჩემო ძვირფასო მეგობრებო სუფრის წევრებო ამ მეგობრებო ნათესავებო ამ ხალაგებო მეზობლებო ესე ვიწყებ სატექნიკოს მოდი ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზს მელიორატორებს გაუმარჯოს სულ არ მჭირდება მიზეზი მარიკუნა რა მჭირდება მიზეზი კაცო არაფერი მოდიან საქეიფოდ დასალევად დროს გადასტარებლად და საღამომდე იწვალონ გენაცვალე მოიფიქრონ რამე თვითონ რა დღეა დღეს მე რა აბა ჩემო ბეგურა შენ გაგიმარჯოს ყველაზე კარგი საყვარელი ლამაზი ბეგურა ხარ მთელ სოფლიოში გალაქტიკაში ჩემო ბეგურა ნუ რაც აღმოჩენილია ყველაფერში ყველაზე კარგი ბეგურა აკრავს ამას ის ღვინო სად არის კაცო? გახსოვს დიეტას რო ვიწყებდი? ხო. რო შევინახე. ეს ღვინო არავინ ნახოს, გასუქებას რო დავიწყებ, მაშინ უნდა დავლიო თქო. და მე ირაკლი, ეგ ღვინო დალიე მეორე დღესვე და ასე თქვი, დავლევ და მე დავждები დიეტაზე. რა კარგად მithქოს. მართლა კარგად მიყვარს. კარგი.
წავედი ბეღურიკუნა მე. შენ ახლა ფუსფუსი დაიწყე. ფუსი არის, აქეთ იქით ყველაფერი არის მოამზადე და საღამოს ხეიბო. მოდი ბეღურა გაკოჩო, მოდი. ეს ბეღურას. ეს ბასის. ეს ნინიმ რა თქვა იმაზე რაო ის შოთიკოზე ყვავილების შოთიკოზე ხო რა თქვა და მეო კიო ვიცი ეგ ბიჭიო მე ძალიან სასაცილო ბიჭი არისო სამშაბათს და პარასკევს ინგლისურზე რომ მივდივარ სადარბაზოსთან დგასო ფენოვანს ჭამს და მიღიმისო მაგრამ ვიცი რა ჯერ საერთოდ ხმაც არ გაუწია ჩემთვისო რა ვიცი გენაცვალე ეს ღონტები კი დაადუმა და მიაჩუმა და რა ვიცი და ხმას მეგარიგებდნენ და რა კარგი წავედი ბეღურიკუნა მე შენ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება რა დამინეკე რა წამოვიღო მითხარი კარგი გამარჯობა ირაკლი ბიჭია შოთიკო შენ აქ რა გინდა ბიჭო აი რაღაც საქმე მაქვს და მიდი არ მოდი ხარ კაცო არა წამბრძანდით ირაკლი ბიჭია მე წერილი უნდა დაგიტოვოთ და კარგი მე მაშინ ფეხით ჩავალ და თქვენ ახალგაზრდებმა ლიფტითი არის ირაკლი ბიჭია უკაცრავად მაგრამ კეთება ნახე რა კარგად მღერის რა უნდა შავი მემინო ლაშა თამარსაც ველაპარაკე ხო და აზრზე არ ვარ რა დღეა დღესო ხო და მე ესე უცებ დაფიქრდა და იცი რა მითხრა ირაკლის და ლერიკოს გაცნობის დღე ხომ არ არის აგანხო სულ ლერი რა ქნა ზიღლე ღოიძიო რა ქნა როგორც ვატყობ კეთება სხვა გზა არ არის რა სხვა გზა არ არის დაიძინე მოვა იუზა და გეტყვი აჰა ვინდა მაძინებს ან ვინდა გვაძინებს მე და შენ ვინდა გტოვებს მარტო ვაღებ ხო სანდრო მოდი როგორ ხარ აი არ დამიწყოთ რა ძალიან გთხოვთ ეხლა არ დაიწყოთ როგორ ახარ სანდრო რა შვები პარტიაში როგორ არის საქმე ვიგებთ არჩევნებს ეგეთი რამე არ მინდა არ მცალია მაგისთვის საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო ლაშა ამას უკვე წვენი აღარ შველის და რამე უფრო ძლიერი. რასაკეთებს ამას მითხარი? ერთი წუთით არ გამეფანტოს აზრი. რა არის ბიჭო? რა არის ჩემო ქეთევანდა თუ არ დაუმტკიცო თამარს ის თავისი ბედნიერა რო იტყუება ინვესტიციას. აი ნახე, ოღონდ თქვენ არაფერი არ უთხრათ. მე უნდა მივახალო პირში რა ხვითო წყავს მაგას. ბიჭო, ერთი წუთი სანდრო რა მიმოფანტე დილი დავალაგე სახლის დავაწყრიალე რა შვები. ერთი წუთით ქეთევან ეს ეხლა ამ შემთხვევაში სახლი არ არის. ეს არის შემთხვევის ადგილი. გასაგებია რა? შესაძლოა ძალიან გთხოვთ რა. სანდრო ცივი ვაშლის წვენი ჩაციებული რა. ეკეთება მე მინდა რა. სიცოცხლე მე უკაცრავად ხო? გავიხსენ რა არის ეს რა დაალაგე რო რა ვარიანტია რა. ესე იგი, ნახე როგორ იყო ყველაფერი. აქ იდგა ქეთევანი, კი არა და თამარი, უკაცრავად შენ ხელს მიშლი. შეიძლება. აქ იდგა თამარი, როცა დაურეკა იმ ბედნიერამ და უთხრა რომ მეზობელმა წყალი ჩამოუშვაო. აქ იჯდა ლაშა და ედო აქ ფეხი, აქ ნომერი მაკლი, აი ეს არის. როგორც მარჯვენა. მე ვიყავი აი აქ მე დოის და ხო? ეს ეგ იუზა იყურებოდა იქიდან. აი მე ლაშა. რაღაც მაკლია. აი რა მაკლია. მომესად არის იმის თამარის ჭიქა რომლითაც სვავდა იმ მომენტში ყავას დათუნიანი გულებიანი ჭიქა უნდა იყოს. აი ეს. აბა მომეხმარე სწრაფად. ბიჭო. კარგია, ეს არის ნივთმტკიცება. ეს უნდა წავიღო როგორც
ნივთ მტკიცება. ლაშა გამომართვი ერთ დალიესში. მადლობა. ვაიმე ლაშა. რა უშველოთ ამ ბიჭს, ამას მე მგონი ერთი კარგი შემოლაწუნება. არა შემოლაწუნება არ უშველეს. ეგ თქაფანი უნდა ამას. შეიძლება სულ თქაფანი, თქუფუნი, თქლეფა, სულ ჭამასმაზე შეიძლება იყოს კაცი. ჩიმოს სიცოცხლე. უი, მოიწდე სანდრო, მართლა. ხა შენ ყველაფერი იცი, კაცო, არ ყვევ ამ ყველაფერს გამოძიებებს ატარებ და ისიც გეცოდინება დღეს რა დღეა, რატო გვეპატიდება ირაკ? დღეს? ხო, დღეს, რა ვიცი, ისეთი არაფერი მახსენდება და ისე მელიორატორის დღე არის დღეს. რა კარგი ხაჭაპური ქონია თქვენ ბუფეტში კაცო. რა არ ჩაურები. მეტი ცხიმი, მეტი საფუარი, მეტი წომი და ნაკლები ყველი. ეს ბუფეტი როდის გავხსენით ჩვენ, ეგ ბუფეტი იყო აქ. კლინიკა გავხსენით ჩვენ მერე. ირაკლევიზია. გამოგიბინეთ რა ხდება, რატო ჭამთ ამდენს და ასეც? შეგიძლია გამოგივიდა ბიჭო, ჩვენ დაიმახსოვრეთ. წონაში ვიმატებ გოგი, წონაში. რა მოიგონეთ ვერ გავიგეთ, თქვენ უნდა მოვიმატო, ბაბუაჩება უნდა დავიკლო. სად მიძრება? გაიჭედება. მიხედოს რა იმან კიდე რას აკეთებს ამ ხელაქალი. ხაბატონა, ქვევრს უყურებთ? ხო? ძიძა ხო აუყვანე ნოდოს. ხო და კამერა დაუყენე და ვაკონტროლე. დაურეკო ერთი წელს რატო არ ასმევს ამდენი ხანი. ნახეშენ. ეს ხარი მოდაშია ესა თუ? ალო. ნონა ვარ. დალია ნოდო მწვენი. რას ალოდები? ნონა ვარ, ნონა. ეკობა, სიგნალი გვიან მოდის. და იქნებ ნონა ლაპარაკობს ადრე. კარგი, კარგი. დაალევინე კიდევ. კიდე დაგირეკავ. კარგი გურანდუხ. ხაბატონა. ჩამოგჩით მე სადღაც შუაში და რაო ძიძას რა ქვია? გურანდუხტი. ეს ამ ხელა სახელი რამე მოკლედ რო დაუძახოთ უფრო ხალბატონონა, მაგალითად გურამი. რა გურამი? მაშინ გურო. დუხტი საწაია, დუხტი. გურო, დუხტი. ხაბატონა, რა მეინტერესებს იცით? ეს გურანდუხტი თქვენი ძიძა. რომ მოვიდა ეგრევე აიყვანეთ სამსახურში, თუ სხვა ვარიანტებიც იყო, მაგალითად ვარდის სახარი, იაგუნდისა, დედისეული, ეფროსინე. ნახე და, მიდი, შეძვერი, რა გენაღლება, გამოაღე მაცივარი, შეწვი რაც კიდე. და ნოდოს მოწონს ძიძა? კი ძალიან. და რომელ ნოტოს? ირაკლი, მე ჩავალ რადიოლოგიაში დუდანასთან. კი ბატონო, თქვენ მაშინ ჩადით რადიოლოგიაში დუდანასთან, მიბრძანდით და ჩვენ დავჩებით გურამნ დუხტთან. ისე ირაკლევიზია, მაგარი იქნება რა. ტვინმა მიყევლა ირაკლევი. სადაგეცე ტვინი როგორი ყივლებდა, ეცე. გავიფიქრე ის ჩერჩეტი არ შემოვიდეს მეთქი და აჰა. შემოვიდა. ხელზე ეამბორა გურანდუხტ ძიძას ნახე. ისე კიდე კაი ხალბატონონა ვერ ხედავს, რა პრობლემაა მე ვეთყვი. გოგი, პაციენტია შენთან. აი, ჩავალ ხო. არ უნდა აქ ამოვა. ესე მითხრა, ამ კლინიკის დირექტორი ჩემი ახლობელია და ბარემ ნახავო. ვინ ჩემი ახლობელია ეს? საწავიდა. ბიჭი! მი ბიჭი. ბიჭი თმიანი, შემოდი. მოდი შვილი. ძია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. შოთიკო შვილო. აქ რაღა გინდა? პედიატრთან ვარ. რა ვიცი აბა, ამ ბოლო დროს უძილობა მაწუხებს და მეუბნებიან გულიაო და რა დროს შენი გულია შვილო რა, ნუ გამაგიჟე. მიდი მიხედე, მიდი. თქვენ პედიატრი? კი. გიყვართ მე?
ანანო რა გამოპრანჭული ხარ, რა კარგად გამოიყურები ხო? რა გამოპრანჭული? სიყვარულის ბრალია, სიყვარულის. მე რამდენჯერ გაგიმეორეთ, რომ არ ვარ შეყვარებული. არ ხარ და ნუ ხარ. თამრი, რა უნდა მეთქვა, იცი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი კომპიუტერის ხელოსნები ლერიკოს მეგობრები თუ იყვნენ. მეც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ლერიკოს მეგობრები თუ კომპიუტერის ხელოსნები იქნენ. აიმე. მე კიდე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ლერიკოს მეგობარი კომპიუტერის ხელოსნები თუ მიტოვებდნენ ყვავილებს. შენ არ აკვე არ შეგიძლია? უკაცრავად, უკაცრავად. შენი წყალი გადაესხა გოგო. რა კიდე რა არის რა გადამესხარა ის დღეს კიდე რა იყო იქ? ვერ გავიგერთი, რას უწუნებს ამ გოჩიდან? მაღალი კაი. ბრწყინვალე. სისტად უწუნებ რა ნათქვამი არაფერს არ უწუნებ უბრალოდ მაგრამ ნუ აი არა მაგრამ ეხლა აი მომისმენე ახლა ყველაფერსო თავი გაანებოთ ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იქედან რომ ლერიკოს მეგობრები არიან აბარა პრინციპში მაგითვე დავამთავრ რა ვიცი რაღა მაგრა მაგრამ ლერისნაირი ვერ არის თქო თამარ მაგის თქმა მინდოდა ეკხო აბარა ეხლა ვერ გავიგე რა სიპრანჭები რა რაღაცად იქცევი რა ვიცი იმ დღეს ირაკლისთან რომ მოხვედი და დაინახე გოჩიტა გახსოვს ისი რომ დადგა უცი მოციქციქდეთ ვაიმე გოჩ რა საყვარელი ხარ და თვალებისთვის აფახულებდა რა სიგონებ ხარ როდის რას ვაფახულებდი უკვე გითხარი როდის აი გავანებოთ ახლა მაგას თავი თამარ ახლა მე რა მინდოდა მეკითხა შენი ლერიკო რას ამბობს იმ ბინაზე რა ხდებაო რა ხდება ანანო და მეზობელმა წყალი ხო ჩამოუშვა ზედასართულიდან და აი ჭერი ხელმეორედ გასაკეთებელი გახდა და ახლა ბოლო დეტალებს აკეთებს ჩემი ბიჭი და გადავალთ მალე დაწყრიალებ მე და ვერ მოათავა ისე თამარ და იცი რა მინდა გითხრა ცოტა ხომ არა გიჩვენება რომ აჭიანურებს რაღაცას ეგ ლერი ნუ აბა რა გახდა ბოლო ამდენი ხანი ერთი ბიზნეს რემონტი შენ კი არ გეწყინოს არა ოღონდ არ გეწყინოს არა მე რა უნდა მეწყინოს ანანა შენ არ გეწყინოს ახლა რასაც გიპასუხებ მაგაზე კარგი წავალ საღამოს გნახავთ ჩხეიძეებთან დაგირეკა ხო თქვენც ირაკლი უპასუხე რას ნიშნავს დაგვირეკა? ჯერ ჩვენ დაგვირეკა და მერე შენ. ნუ თავი ყველია. და რა ხდება რა ამბავი არის ით არც თქვენ? არც რას ნიშნავს გოგო? ჩვენ არ ვიცით თუ არ ვიცით. ვა, ბატონო სანდრო. როგორ მიხარია აქ რომ გხედავთ ბატონო სანდრო? რა გიხარია, სერგო, რა გიხარია? რა დროს სიხარულია? აბა, სადვართ. რაზე სადვარ? რა მეკითხოს მისო, რა უბედურებაა ეს, რა არის, ვერ გავიგე. როგორ მიდის გამოძიება ლერის? უთვალთვალებთ ლერის? რა თქმა უნდა, ბატონო სანდრო. ჩემმა აგენტმა მაცნობა. მოიცა ერთი წუთით. ეგ შენი აგენტი, სანდოა? ის გოგონა, ბატონო სანდრო. მე რომ გითხარით, მაშინ რაღაც გქონდა მეთქი და სამსახურს რომ დავპირდი, ხომ გახსოვთ? და მე ამ საქმეში ჩართე? დიახ. და რაო? დიდად კმაყოფილია ბატონო სანდრო. დიდი მადლობა სამსახურისთვისო, ასე დამაბარა თავისი კოცნებით და რამე რომე. ლერიზე რას გონდა? ლერიზე ის მითხრა რომ წეღან მივიდა დედამისის სახლშიო. დიახ. აჰა. ლაო. ლოლო. ვაიმე, სერგო, მე თუ ის არ გამოვამჟღავნო ის ლერი რო იტყუება, აი, თავი შეგიძლია მომაჭერი. მე ბატონო სანდრო. როგორ გეკადრებო? მაცადე რა სერგო, მაცადე რა, ვფიქრობ, მაცადე გამოდი აქეთ რა. და მოიფიქრეთ ბატონო სანდრო? არა კაცო, წელი მეტკი და ფეხი გავშალე ცოტა გამოდი.
მოკლედ სერგო, შენ რაც ახლა გევალება რა. მე ვერ ვენდობი შენს აგენტს არ გეწყინოს. ვერ ვენდობი და შენ უნდა გაყვე. პრინციპში გეწყინოს. თქვენგან რა უნდა მეწყინოს ბატონო სანდრო? თუ გინდათ უარესები მითხარით. თუ გინდა რომ უარესები არ გითხრა. შენ აი ნაბიჯ და შენი აგენტები დააკვირდებით ყველა მის გადაადგილებას და მოძრაობას. გასაგებია, თვალს არ მოაშორებთ, ხო? წაიგე ბლოკნოტი, რომ დღიური აწარმოო. გასაგებია, ამას დაურთავზევიდან ფოტო მასალას, ასე რომ არაფერი არ გამოგჭეთ. მიდი ახლა წადეკით. ბატონო სანდრო, ისე კარგად ჩამოაყალიბეთ და ისე ჩამithრია, რომ უცებ ვეღარ გისმინეთ და თუ შეიძლება რომ ერთხელ თავიდან მითხრათ. ლერის, უთვალთვალეთქო, ლერის, რა ვერ გაიგე, სერგო, გამაგიჟებ შენ. 100 ყური და 100 თვალი გამოიბი. დიახ, ბატონო სანდრო. რა დიახ? აბა გამოიბი. ბოდიში, ბატონო სანდრო, წამოვაყრანდალე. ისე როჟოს ისე მართლა რასასაცილო იქნება, სერგო, შენ რო 100 ყური და 100 თვალი გამოიბი. ძალიან სასაცილო იქნები ბატონო სანდრო, მაგრამ მოდით ახლა მე წავა. ჩემ აგენტთან ერთად სადარბაზოსთან დაველოდებით ლერის და ლერი თუ გამოჩნდება ბატონო სანდრო, იცით რას ვიზამთ? რას? აი, ბოდიში და ტუჩებში ვიკოცნავებ ბატონო. აი მე დაკოცნავებ ახლა მე შენ. მოიცა ბატონო სანდრო. მე კი წავალ, მაგრამ თქვენ აქ მარტო რჩებით ოფისში. აი დაუშვათ, შენ რა? ესე იგი, კაცის თქვენ ხართ და უი. ბოდიში ბატონო სანდრო, ქალი რომ თქვენზე გავიფიქრე. გავიგე სანდრო. გავიგე, კარგი ხო? კარგი. რაო, აბა რაო. რაო და? ხო, აბა. ლერიკოს უთვალთვალებო. ლერისო უთვალთვალებო მეო, ხო და ჯერო იყო ლოლოსთან სახლში. ხო. მერე იქიდან რომ გამოვიდაო, იანაო და მივიდა ტურისტულ სააგენტოში. ჩემი აზრითო? ხო. ქვეყნიდან მიძურწება. და არა და ჩემ დასეუბნება სახლში ვარემონტებო. რა გავაკეთო? არა, ეხლა მე სანდროს ნათქვამი ხო იცი, არასოდეს არ დამიჯერებია და არც დავიჯერებ, მაგრამ ეხლა უკვე რაღაც ეჭვი მეპარება, მოვუკვდი ჩემდას, არაფერი არ გაიგოს, გაგიჟდება. შენ არაფერი არ უთხრა თამარს, ამას. არც გამარჯობა? ბიჭო, ხა ისე ხუმრო. კიჩინა, ველაპარაკე ლერუკას. შენი ლაპარაკე თუ იმანაც? ველაპარაკე. მთელი დღეაო, ჩემო სიცოცხლე სახში ვარო, ჭერს ვარემონტებო და მალე დავამთავრებო. აბა რა სიზავს, გას მალე დაამთავრეს. ეგ ხო ბოლო სართულია. ხო და ლერი ქვემოდან მიადგება. ხო და ზემოდან კიდე იუზა წაუკრავს ხელს და ეგ არის რა. ესე ნულაპარაკობ ლერიკოზე რა. და იუზაზე? იუზა ბიჭო. ხო ირაკლი? ხო. რა შევი ემზადები დღევანდელი დღისთვის? ხო. ჩემი დათუნებიანი ყავის ფინჯანი სად არის? ხო იცი როგორ მიყვარს? დათუნებიანი? გასარიცხში ხო არ არის, აბა არა. რა ვიცი ხა, სადღმე ხო არ დავდე, იანიკით, სადღმე ხო არ შეგორდან, დილით სახლს ვალაგებდი და უცებ ცოცხით რაღაც. რა სიძახი ხა, რანაირად შეგორდა ჭიქა, რანაირად შეგორდებოდა ჭიქა. უცებ ისე. რა. ვაშამ გატეხა, ხო? ხო, გატეხა. რა დაბდურა ხარ, ბიჭო, ფაფაგეჭირა ხელში, როგორ გატეხე? რა გავტეხე გას? რა გატეხე, როგორც გაუტეხე ჭიქა, ისე უყიდე ახლა ახალი. დიდი უყიდე. რა ჭიქა გაუტეხე ტელეფონზე ლაპარაკობ. მაგრამ როარც აღიარებს რა. ასეთია და არ გეუბნებოდი, ასე დამტანჯა მთელი.
ამან დამაპატარავა. რა გინდა კაცო რაღაცა რა გამიხსენით მაინც რა გინდა იუჟი გამიხსენით რა გინდა რა გავაკეთე რა გავაფუჭე როგორ მიყვარდა დათუნებია უყვარდა დათუნებია ისა რაო ირაკლიმ რაო ო რაო ირაკლიმ რაო ეხლა რაო და ესე მითხრა რომ ჩემთანო რომ მოხვალთო შესაბამისად ჩაიცვიო შარშანდელივით არ შემარცხნო სტუმრებთან ან რამეცვა აი მეტია ან ვინ სტუმრები იყვნენ მეც დამირეკა ირაკლიმ ხო გახსოვს დღეს რა დღეა აბა რა თქმა უნდა მეთქი მაგას წამოვალ აუცილებლად და ერთ კარგ დიდის ტორტს წამოვიღებთ ხო ტორტი როგორ შეიძლება დღესო გამიგიჟდა ტელეფონი და შეერთი საძინებელში შეირბინე კალენდარზე ნახე წითლად ხო არ არის ეს დღე შემოხაზულია ტიტლად კი არა კეთებან დღევანდელი დღე საერთოდ არ არის კალენდარზე აღნიშნული არა იცი ახლა რატო ნერვიულობთ სამი ზრდასრული ადამიანი ვართ რა სისულელი ლაშა გამოვიპრანჭებით როგორც ჩვენს ოჯახს შეფერება ოხტა კაბები რაღაცა თმა მოწესრიგებულები ავალთ ვითომ ეს დღე ვიცით და მივულოცავთ რომ მიხდეს მიხდეს თორე ახლა უცებ არ გამომტეხოს ვაიმე დედა რა გაჭიქაო რა აი მე რო არ ისვენებს და კიდე მახსენებს ახლა როგორ მიყვარდა რა დათუნებიანი ჭიქა ჭიქა არ მახსოვს დარჩა ეს ნაბიჯი დღევანდელი დღე არ მახსოვს თვალ წამოვწვევთ მაშინ კეთება ხო აქეთ არის საძინებელი ლამაზი დღეა ოტელია ტელია მაგარია მარიკა მოდი მარიკუნა აბა ხალისიანად ერთად ეს რა ლამაზი დღეა ოტელია ტელია ტელია რა მოიგონეს ვითომ დღეს ასწაული ახლა რა კარგი ბეღურა რა ის მაინც არ გაინტერესებს რა საჩუქრებს მოიტანენ ჰა აი მე შენი სელაპარაკე იმათ რომ საჩუქრებს კი არ მოიტანენ მოიყვანენ კარს გავაგებ რა ოტელია ვოუ ტელია მე რა ის ბავშვია ვინ ბავშვი შოთიკო? აი მე ეს რა ვიცი მარიკა ყველგანის ბავშვია დღეს და ჭაღარა რატოა? ჭაღარა შოთიკო? მე მარიკა აი მე რას მილოცავთ? აი რას მილოცავთ მე? ახო, ისა, ირაკლი. შენ გილოცავთ? ენაცვალი. შენ გილოცავთ ირაკლი? მრავალს დაესწა. მრავალს. რას ლაპარაკობ, ბიჭო? რას ლაპარაკობ? რა მრავალს დავესწრო? რეებს ამბობ, ლაშა, ნუ გამაგიჟე. ირაკლი, ლაშას უნდა დაეთქვა ეს ერთი და სხვა მრავალიო. რას ლაპარაკობ? ქეცუსი კარგი რა, ასეთი დღეა, კაცო, ხო იცით რომ ეს მრავალი არ მჭირდება, მე ამ ერთითაც კმაყოფილი ვარ. არა ხო, მაგის თქმა არ მინდოდა. ხოდა სუასე გახარებულმა იარე ირაკლი. აი მე, ეხლა სულ გამაგიჟებს მე შენ რა. როგორ ვიარო სუასე გახარებულმა, კაცო, დღეს არის ეს დღე, მარტო დღეს, ხალხო. ხო და გილოცავთ რა, ვა. გილოცავთ. მოგძანდი რა. მე შენზე ცოტა არ იყოს და ნაწყენი ვითვარ.
ვაი? დიახ, იმიტომ რომ დილას რო გელაპარაკე მე შენ და რო გითხარი რომ აი ლაშიკო მეთქი მოდი ხო გახსოვს რა დღეა და შენ ისეთი ხმა გქონდა. ისეთი ხმა გქონდა რომ ან ფარინგიტი გქონდა და ან კიდე არ გახსოვდა დღეს რა დღე იყო. აი ხა მოხვედი ფარინგიტი არა გაქვს. ესე იგი არ გახსოვდა ნაწილი. ფარინგიტი კი არა. მე ის იმიტომ მქონდა ესეთი ხმა რომ მე შევატყე შენ ხმას რომ შენ შეგეპარა ეჭვი მე რომ მახსოვდა თუ არა არც ფარინგიტი და არც ისა მე ნაწყენი ხმა მქონდა როგორ გავუშვი მე არ მახსოვდა რომ რა დღე იყო დღე ანუ აქეთ ხარ ნაწყენივით აქეთ ხარ ნაწყენივით კი ბატონო ჯერა შენ ხო გახსოვს დღეს რა დღეა თუ არ გახსოვს შენ რას ნიშნავს არ მახსოვს? რას ნიშნავს? რა? 3 დღესასწაული მიყვარს ცხოვრებაში. აბა? ახალი წელი? თბილისობა და ეს. აბარა. ზენა მოდი აკა გოგოციда. სად მოვიდეთ? ზენალა. ზენა მოდი. სად მიმიპარებიო, სად? ჩამოდიო. სად მიმიპარებიო. აბა გითხარი ახლა რა დღეა დღეს? რა დღეა დღეს და? აბა? და? რა დღეა დღეს და? დავიბან ხელებს. კი ბატონო, და რა დღეა დღეს? რა დღეა დღეს და როგორ შეიძლება დღევანდელი დღე დაგავიწყდეს? დღეს არის ეს დღეა დღეს. როგორ უნდა დაგავიწყდეს ადამიანს? რას ნიშნავს არ მახსოვს? თამარ და ლერი სად არის? ლერი რატო არ მოვიდა? ლერი სახლში არის და რაღაც ბოლო დეტალებს აკეთებს, არემონტებს და ამთავრებს. რას ლაპარაკობ, გოგო? რა? არ გამაგიჟოთ, ეხლა ვენული ინსულტი მომივა, კაცო. რა ხდება, ირაკლი? დღეს მუშაობაში როგორ შეიძლება? ხალხო დღევანდელ დღეს ვინ მუშაობს? ხალხო, აბა, ხანჭერი. და გამაგიჟებთ თქვენ მე ნუ დამამსხრევინებთ ხალხო ტრადიციებს რა წლებით მე სგერა. ირაკლი. მივაცა? რა თქმა უნდა, გილოცავ ირაკლი და აი საჩუქარიც წამოგიღე მანდარინები. აი ვის სახსოვს დღევანდელი დღე. აი ეხლა კი არ შემეპარება ეჭვი, ეხლა კი არ ვიქნები ნაწყენივით. არა, აი ზუსტად ახსოვს, იმიტომ რომ აი მტკიცებულება რო ახსოვს, მანდარინები ხალხო. ტრადიციულად ეს დღე და მანდარინი და ეს დღე ერთად მოდიან, კაცო. მოდიან, რას ლაპარაკობ? რას? ოღონდ მარიკუნა გადასათვლელია, ხო იცი ამ დღეს მანდარინი ლუცი უნდა იყოს, არ დავიღუპოთ, კაცო. აბარა, როგორც მე მახსოვს. ტრადიცია. აბა, ლუცი. კი, კაცო. როგორც მე მახსოვს, შენ უნდა გადათვალო აი მანდარინები. აი ესე მახსოვს. კი, არა, სწორად გახსოვს ტრადიცია. კი, ლუცი უნდა იყოს, მაგრამ კაცმა უნდა გადათვალოს. აი. ხო და ლაშა ახლა დათვალე. არა რატო უნდა გადათვალო? არის ჭიქარა იყო. ანანო. შესკენ აბა რა ხდება? გიგზავნის კიდევ ყვავილებს ის გოჩმაჩო. ისე გიგზავნის ყვავილებს, ა? არა, მარიკა ისე ვისი აღარ. ეხლა რა ქნა იცი, გიღილო ცოტა ამოაკლო და ფურისულა ჩამატა. 16 იყო ამერია რა. კარგი რა, მაგრამ არა, კარგია, თუ უნდა ყოფილიყო ლუცი, წამოგიღო 2 წამი. შენ ანანო და მომისმინე. თავიდან უნდა დავიდე. სიღნაღში არ წაგიყვანა გოჩიტა. სიღნაღში არა, მაგრამ მცხეთაში დამპატიჟა. მე რა გიხარია, იმას გონია რომ მცხეთა არ გაქვს ნანა. ესა. აი, მოდი მოკლედ აი ამას შევჭამ და ლუცი იქნება რა. ხო რა? ანუ მაგას შეჭამ. ხო, ესე იქ დაითვალე, ხო? კი. შეჭამე ეს ლუცია, ხო? ხო, ნამდვილად ლუცია. ხო და იწყება ჩვენი დღესასწაული. იწყება? ძვირფასო მეგობრებო. ხო. საათმა ჩამოკრა 8-17 წუთი. ტრადიციულად 8-17 წუთზე იწყება სტუმრების დაძახება მაგიდასთან და 8-18 წუთზე იწყება კეიფი. აბა, მოგძანდით, მეგობრებო. მოგძანდით. განსხვავებულები დავისხოთ, ხო? ცოტას მეც დავლევა. აი, დაამტკიცა, კაცმა.
ანანოსავით დაამტკიცა, რომ ახსოვს ეს დღე. უკვე მჯერა რომ შენს გახსოვს ეს დღე. რა თქმა უნდა, ამ დღეს 8-18 წუთზე იწყება დალევა განსხვავებულებით. პირდაპირ განსხვავებულებით. ჩამოვასხმი. მარიკა, ჩანგლები დაგავიწყდა. ჩანგლები კი არ დამავიწყდა. დღევანდელ დღეს არ შეიძლება ჩანგლების გამოყენება. ლაშა, ერთი წუთი გეხვეწები არა ვარ კარგად. რანაირი წესებია, რა არის ეს, რა პირობებია? ვერ გავიგე, საჭმელი უნდა დავღეჭო თუ პირდაპირ უნდა გადავყლავო. მოკლედ, მეგობრებო, ტრადიცია რას გვეუბნება? ხო იცი რას გვეუბნება ტრადიცია? ეს ვიწყებთ და მე ერთი კვირა რას ვაგრძელებთ? არ გამახსოვს. აბა რა. ირაკლი, აბა ეხლა დალოცე დღევანდელი დღის მიზეზი, დალოცე ეხლა, აბა. აუცილებლად, მაგრამ კიდევ ერთი ერთგვარი რიტუალი აქვს ამ დღეს ტრადიციულად, სანამ დალევას დავიწყებთ. აბა ავდექით ფეხზე მეგობრებო, ჩემო. კი. შემოძიფასო მეგობრებო, თქვენ იცით რომ დღევანდელი დღეს არის ერთადერთი დღე წელიწადში, რომელიც დალევის წინ ასე იწყება. კეიფის წინ ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს. ჩავჭიდოთ. სულ ყველამ ჩავჭიდოთ ხელი და აბა მეგობრებო, ერთად ხალისიანად. ეს რა ლამაზი დღეა. ოდელია, დელია. ზარია არა უკაცო ოდელია მინდა ჩვენ გავაგზავნოთ ირაკლიეს ოდელია თუ დავსხდე ტრადიციაა ტრადიციები დღეს მოდი. შეხედე შენ. მოსუქებულ ხარ ირაკლი ექიმო. მართლა? აღარა ვარ ჩამომჭნარი? არა, ჩამომჭნარი ხარ, ოღონდ მოსუქებულ. აბა, აქ რა ხდება, ჰა? რა ხდება დღეს, რა საღნიშნავთ? რამოდღია? მითხარით, რა საღნიშნავთ, რა გიხარიათ რა? რა საღნიშნავთ სანდრო და აი ირაკლი გეტყვის თვითონ რასაც ხო, ირაკლი შეგიხარი ირაკლი. რას ლაპარაკობ? არ გამაგიჟო, არ დამამსხვრევინო ეხა ეს ტრადიცია. დაგავიწყდა მარიკა. ნუ რა, მე როგორ ვეტყვი მარიკა, მე ხო კარი გაუღე. და ამ დღეს ვინც კარს უღებს, ის არ ეუნება სტუმარს რა დღე. კარგი გეკუთები, ვითომ მოგვახსენებს? ბრძანეთ. კი ბატონო. ჩემმა, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და დავადგინეთ დამნაშავე ვინ არის და ეს გახლავთ. სახელი არ თქვა სახელი. არ არის პრობლემა, მაშინ უბრალოდ ისეთ მარტივ მინიშნებას მოგცემთ, აბა? შემოგხედეთ? თამარი, თაკუ. ლერი, შენი ლერი გარბის ქვეყნიდან. კეთილო, რა. არა, ხო? რა. რა. და სისულელებს ამბობ, მაგრამ საიდან მოიგონე? ერთი დაურეკო რა. მიდი აბა დაურეკო. რა გაიწიენა? და სისულელებს. მოდი, დაჯექი. ჩაიწიე შენ ჩაიწიე ეს ბალიში. მართლა სულად ერთად ვართ ყველა. მიდი, აბა რაო? სანდრო, გამაგებინე რას ერჩი ამ გოგოს? იცის თვითონ. იცის, აბა კითხე. კარგი, ეგრე ხო? მაშინ მომისმინეთ ირაკლი, მარიკა, ანანო, ლაშა, ქეთევან და ყველა. აი ეხლა როგორი სიტუაცია აქვს, იცი თამარს? აი ზუსტად რა. ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში და კედელს ურტყავდეს. გამოთქვა ხო არის კაცო, რა ეგეთ. ხო და ოღონდ საქმე რაშია? რატომ ვერ აკეთებს ამას? არც აგური აქვს და არც ედელი. სანდრო, ანუ შენ მაგით იმის თქმა გინდა რომ სახლის სინამდვილეში არ უყიდია, ხო? ვის კაცო, ლერი? რანაირად არ უყიდია, გასაღებით იყო ეს ბიჭი მოსული. რა, მუშაობსო, ეს მუშაობა არ შეიძლება ვეჭკუბებოდი და რანაირად
ჩინო. გამორთული აქვს. თქვი ერთი რა გამოიძიება რა ქენი რა ბოლოს გაგვაგებინეთ. ესე იგი, გეტყვით ყველაფერს. დილიდან მოყოლებული ყოველ მაგის ნაბიჯს, ყოველ მაგის წვრილმას ვაკვირდებით მე და ჩემი აგენტები. შენ შემოგევლე შენი ჭირიმე შენ გაიხარე ჩემო სანდრო არ მინდა წვრილმანები ძირითადი ხო ლაშა ძირითადი მომენტები მოგვიყევი რომ ყველაფერი დასკვნა რომ გამოვიტანო ყველაფერი ძირითადა კარგი მე ყველაფერს მოგიყვებით აბა ყურადღებით მისმენთ დილა 10 საათი და 12 წუთი დაკვირვების ობიექტი შედის დედამისის სახლში, ეგრეთ წოდებული ლოლოს სახლში. საიდანაც გამოდის ძალიან მალე ხელში ჩემოდნით და თვალების ფშვენებით. შემდეგ 12 საათი და 40 წუთი. შედის ოფისში წარწერით დააკვირდით ტურისტული კომპანია. სადაც დაყო არასრული ნახევარი საათი და შემდეგ მოდის შუადღე. აი აქ იწყება ყველაზე მთავარი. 13 საათი და 13 წუთი დააკვირდით რა 13 სწორედ ამ დროს შედის არკაში რომელსაც აწერია ავია ბილეთები და იმერული ხაჭაპური იქიდან გამოდის ისე რომ ხელში ხაჭაპური არ უკავდა აქედან დასკვნა ავია ბილეთები ამაშია საქმე შემდგომ დროს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. საღამოს აჩერებს ტაქსს, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩემი სერგოზის გადაცმული და თუ გამოიცნობ, რა მომხდარებას ეუბნება ტაქსს. სად წადიო, ეს სადო? ვერ გამოიცნობთ. აეროპორტში. მე დავამთავრე. სისულელია სანდრო, რა სისულელია? მთელი დღე ჩემი ბიჭი არის სახლში და არემონტებს ვამთავრებ რემონტს. ყველაფერი საერთოდ არა შენ არი ნერვიულობ მაგას მოიძებნება და ყველაფერი ვინ არის სანდრო? არავინაც არ არის ვინ რეკავს მე ვარ მიმის გამოდი აქ მიდი ირაკლი გამარჯობა ირაკლი რა არის თაკუ როგორ ახარ თაკუ ლერიკო ეხა მომისმინე ეხა შენ მთელი დღე სახლში ხარ და არემონტებ სახლს თუ ავიაბილეთები რაღაც აეროპორტი რაღაც აუ გაიგე არა და მე კიდე მინდოდა რომ სიურპრიზი გამეკეთებინა და ვინ გიცნო რა სიურპრიზი გოგო უკაცრ მოკლედ თაკუ მინდა რომ საახალწლოდ პარიზში გავფრინდეთ ვაიმე ხო პარიზი დედა ჩემი იქ დაგხვდება იმიტომ რომ დღეს გავაცილე ეს ბილეთები ეს ტურისტული მოკლედ ის არის რა ქვია მინდოდა რომ ჩვენს ახალ გარემონტებულ სახლში გადმომეცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხო მაგრამ იცი შეგვიძლია რომ წავიდეთ უკვე იმიტომ რომ ხო იცით დღეს მაინც რა დღეა რა დღეს აღნიშნავთ რა დღეა კაცო რა დღეა გამაგებინე რა თაკუნა დღეს ჩვენი შეხვედრის დღეა აბა რა კაცო მანდარინი რაღაცა კები დასხები მოდი შეაგიხარი ლერი ეძახე დასხი მოიცა ირაკლი რა ხია დავიწყოთ ჯერ ხო ის არ დაგვიმთავრებია დელია რა სად მიდიხარ? აქეთ მოდი. კაცო, გამოდი, გადმოადგილე. აი მე როგორი მთვალი ხარ, ირაკლი, რა დაგემართა რა?
ხელი? გამიშვი ხელი ამჭირდება და ხო. ამჭირდება და. ხილად, აბა. ხო, მიდი აბა. ძალიან ყვაყოფილი. ხო. ძალიან მომეწონა თამარის ახალი სახლ რემონტი. კი, ვაიმე, წამოდი. ეს ლერი ეძახი შენ და რა კარგი რემონტი გაუკეთებია. ყოჩაღ ძმაო. გავიგე, მოდი დანარჩენი სახლში შევიდეთ და იქ მითხარი. წამოდი. წამოდი ვაიმე, რამდენი დალიერ აკჭირს, გადმოადგე. შენ თამარი უნდა გელახა. თამარი უნდა გენახა, რაცრალი იყო. აბა რა ეგონა მე რო ამყვა ეგ წრიბა. კარგი, წამოდი აბა აი ესე. მიდი ხა. ანუ გეხვეწები ირაკლი, ამის მეტი აღარ გასუქთე რა, ვეღარ გერევი. გავაგეთ. მოიცადე. აბა შენ ხა დადექი. მე დამშვიდი, დადექი, ყარად დადექი. ყარად, აი ესე, მოიცადე. აბა როგორ გავაღო? მითხარი, აბა როგორ გავაღო? გასწორებული. შოთიკო, შენ აქ მიდი, კარგი, მოიცადე და დაიჭირე მაქეთ. ოჩახ შეშულო. კაიბოს კარსაღებს ხა. მოაწექი აბა, შოთიკო, მოაწექი. შოთიკო, შენ თამარი უნდა გელახა. ნახავდი შევეცადე.